Вы знаете, что о Дне Пятидесятницы мы можем говорить с разных сторон, в разных аспектах. და 50-ე დღის სულთმოფენობასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა И ასპექტზე сегодня я ვისაუბროთ. хочу говорить о Дне Пятидесятницы как о дне рождения церкви. და დღეს სულთმოფენობაზე მინდა ვილაპარაკო როგორც ეკლესიის დაბადების დღეზე. Потому что в этот день образовалась первая христианская церковь. იმიტომ რომ იმ დღეს დაფუძნდა პირველი ქრისტიანული ეკლესია. Иисус умер на кресте. იესო მოკვდა ჯვარზე 3 дня ученики были в ужасном состоянии. და 3 დღე საშინელ მდგომარეობაში იყვნენ На третий მოწაფეები. день они услышали необычные вести. მესამე დღეს გაიგონეს ძალიან საოცარი რამ. От женщин, которые пошли к гробу, чтобы помазать Иисуса мастями, как это полагалось. იმ Его ქალებისგან тело. რომლებიც მივიდნენ რათა იესოსთვის ნელსაცხელებლები მისი სხეულისთვის Но ეწყოთ. они нашли эту Მაგრამ- могилу открытой, камень от пещеры был отвален. მათ ნახეს რომ ქვა იყო გადაგორებული Стражи, которые охраняли этот гроб, они в страхе разбежались. და ის მცველები რომლებიც დარაჯობდნენ შიშისაგან გაქცეულები Они იყვნენ не нашли в могиле Иисуса. და სამარხში იესო ვერ იპოვეს. Они увидели там ангелов, მათ იხილეს იქ ანგელოზები которые сказали: не ищите живого среди мертвых. რომლებმაც უთხრეს ნუ ეძებთ მკვდარს Он ცოცხალს воскрес. მკვდრებს შორის ის აღსდგა И когда они пошли обратной дорогой, და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ Иисус явился им. იესო გამოეცხადა მათ Когда апостолы об этом услышали, они побежали туда. და როდესაც მოციქულებმა პეტრე ეს იოანე. გაიგეს პეტრე და იოანე გაიქცნენ სამარხისკენ И когда они пришли და туда, როდესაც მივიდნენ они увидели его платок отдельно, ნახეს сложенный. ცალკე в голове, где лежало ფირსახოცი, тело. დაკეცილი და თავის Но самого Иисуса там не было. მაგრამ თვითონ იესო იქ არ იყო И в этот вечер, და იმ საღამოს когда они собрались и тщательно закрыли за собой двери, потому что они боялись преследований, როდესაც ისინი შეიკრიბნენ და კარებიც მაგრად ჰქონდა ჩაკეტილი, იმიტომ რომ დევნის ეშინოდათ, Иисус пришел и сказал им: мир იესო вам. მივიდა და უთხრა მშვიდობა И Писание თქვენ. говорит, он являлся им 40 дней. და წერილი ამბობს, რომ ის მათ ეცხადებოდა 40 დღის И потом он განმავლობაში. вознесся და на небеса. შემდეგ ის ზეცად ამაღლდა. И он сказал: никуда და не უთხრა, уходите, არსად არ წახვიდეთ, ждите здесь, დაელოდეთ აქ, потому что придет день, რადგანაც დადგება დღე вы получите обещанное от და Отца. თქვენ მიიღებთ დაპირებულს მამისაგან. Это обетование ეს касалось არის сошествия აღთქმული, Святого Духа. სულიწმინდის გადმოღრა. И на 50-й день და 50-ე დღეს Дух Святой сошел, когда они молились. სულიწმინდა გადმოვიდა მათზე, როდესაც ისინი И ლოცულობდნენ эти люди, которые были Да. в страхе, და ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ შიში, они вдруг исполнились смелости. აღისნენ გაბედულებით, Им стало открываться Слово მათ Божье. გაუცხადდათ ღმერთის Они стали სიტყვა, проповедовать людям. დაიწყეს სიტყვის ქადაგება И в этот день და покаялось იმ 3000 დღეს человек. მოინანია И 3000 церковь ადამიანმა. из 120 людей превратилась в 3000-ную და церковь. ეკლესია 120 ადამიანიდან გამრავდა და შეემატა მათ 3000 ადამიანი. Это был день рождения церкви. ეს იყო ეკლესიის დაბადების დღე. Знаешь, одна из вещей, которая заставила меня искать Бога, ერთ-ერთი რამაც მე მიბიძგა რომ ღმერთი მეძებნა, заключалась в том, что я не мог понять смысл своей жизни. იმაში მდგომარეობდა რომ მე არ მესმოდა ჩემი ცხოვრების აზრი Я не мог согласиться с тем, что я живу просто так. და ვერ ვეთანხმებოდი იმას რომ ტყუილობრივად ვცხოვრობდი. Я живу с определенной целью. მე ვცხოვრობდი გარკვეული მიზნით, Но я не знал, что это за цель. მაგრამ არ ვიცოდი რა მიზანი იყო Я ეს. задавался этим вопросом, я не получал ответов. ამ კითხვას ვსვავდი, მაგრამ пасუხს ვერ ღებულობდი. И когда я пришел ко და Христу, როდესაც ქრისტესთან მივედი, я понял, почему я მე здесь. გავიგე თუ რატომ ვარ Что აქ. я хочу сказать? და რისი თქმა მინდა, Все, что рождается в этот мир, ყველაფერი რაც იბადება სამყაროში, оно рождается с определенной целью. ის გარკვეული მიზნით И если იბადება. сегодня мы говорим о дне рождения церкви, და თუ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ეკლესიის დაბადების დღეზე, то я хотел бы говорить сегодня, почему церковь есть. მაშინ მინდა გითხრათ, თუ რატომ არის დღეს И ეკლესია. сегодняшнюю свою проповедь я называю «Назначение церкви». მე ჩემს ასე გადაგებას ვუწოდებ ასე, ეკლესიის დანიშნულება. Значение или предназначение церкви.
დანიშნულება ხო? Почему церковь есть? რისთვის არის ეკლესია? Если мы перелистаем Священное Писание, თუ ჩვენ წავიკითხავთ წმინდა то мы წერილს, прочитаем, что Он поставил кого-то апостолами, пророками, დაწერილია რომ მან დააყენა ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მოციქულად, кого-то евангелистами, пастырями, учителями, ზოგი მასწავლებლად. чтобы усовершенствовать святых для дела служения. წმინდანები ყოფილიყვნენ სრულყოფილი მსახურების შესასრულებლად. Чтобы церковь созидалась. რომ ეკლესია აშენებულიყო. Целью этого созидания და ამ ეკლესიის შენების მიზანი является единство верующих, არის მორწმუნეთა ერთობა. их полноценное служение Господу, მათი სრულყოფილი ესე იგი მსახურება უფლის წინაშე. чтобы мы стали как Христос რომ ჩვენ გავხდეთ ქრისტეს მსგავსნი. в своем характере, в своем ჩვენი поведении, ხასიათით, ჩვენი ქცევით. чтобы мы были тверды в нашей вере, რომ ჩვენ ვიყოთ მტკიცენი ჩვენს чтобы никто не რწმენაში. мог свести нас с этого прямого რომ пути. ვერავინ გადავგვახვევინოს ამ სწორი გზიდან. И это особенно Да, важно для нашего времени. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი Потому что დროისათვის. Писание говорит, что в последнее время будет очень много странных идей იმიტომ в религиозных. რომ წერილი გვეუბნება რომ ბოლო დროს ძალიან ესე იგი უცნაური სხვადასხვა რელიგიური Ты შეხედულებები сегодня იქნება. можешь в интернете поскроллить и найти что угодно, какие угодно проповеди. ინტერნეტში შეგიძლია ნახოთ ძალიან ბევრი უცნაური სხვადასხვა ქადაგება. Некоторые настолько страшные, как будто бы сам дьявол проповедует это. იმდენად საშიშია, რომ პირდაპირ ეშმაკი И ქადაგებს. все-таки многое делается под видом христианства, чтобы обмануть нас. მაგრამ ამავე დროს ბევრი რამ კეთდება თითქოს და ეს არის ქრისტიანული. Но Писание говорит, აი ამ что церковь, საფარი. она должна вырастить людей и сделать их твердыми. მაგრამ წერილი გვეუბნება რომ ეკლესიამ უნდა აღზარდოს და განამტკიცოს ქრისტიანები, მორწმუნეები. И самый главный признак роста და христианского ყველაზე დიდი ესე თქვათ ნიშანი ზრდისა это если центром твоей жизни стал არის Христос. ის რომ იესო ქრისტე გახდა შენი ცხოვრების И ცენტრი. ты един со своими братьями и сестрами. შენ ხარ ერთობაში შეზდებთან და Ты служишь Богу и შენ ему народу. ემსახურები ღმერთს და შენ И ემსახურები ты живешь უფლის в ხალხს. любви. და შენ ცხოვრობ სიყვარულში. Подожди. Итак, у церкви есть несколько целей. ეკლესიას აქვს რამდენიმე მიზანი. Это подготовка к служению человека, ეს არის რომ ადამიანი მოამზადო მსახურებისთვის, чтобы строить церковь. იმისათვის რომ აშენდეს ეკლესია. Если ты не строишь церковь, თუ შენ ეკლესიას არ აშენებ, ты не служишь Богу. შენ არ ემსახურები ღმერთს. Следующая цель существования церкви შემდეგი მიზანი ეკლესიის არსებობისა это когда Христос становится твоим центром, არის ის რომ ქრისტე ხდება შენი ცხოვრების когда ты ცენტრი становишься зрелым, და შენ უკვე ხარ მოწიფული. когда самой главной мотивацией твоей жизни როდესაც მთელ ყველაზე მნიშვნელოვანი мотивация შენი является ცხოვრებისა любовь к Богу и к არის людям. სიყვარული ღმერთისა და ადამიანების მიმართ. И возможность и средства служения это когда ты вместе с другими და что-то делаешь. შესაძლებლობები გაქვს რომ სხვებთან ერთად ემსახურო И в ღმერთს. результате мы получаем то, что церковь растет. ამის შედეგად ჩვენ ვღებულობთ ეკლესიის ზრდას. Братья и сестры, мы хотим, чтобы наша церковь выросла или нет? დეპუტატებო, ხომ გვინდა რომ ჩვენი ეკლესია გაიზარდოს? А зачем? და რისთვის? Зачем? რისთვის? Зачем? Знаете, иногда я езжу в разные места, ხანდახან სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობ и когда ты встречаешься с каким-нибудь пастором церкви, და როდესაც ხვდები რომელიმე ეკლესიის ხუცეს, они спрашивают, а сколько у вас членов церкви? ისინი სვავენ კითხვას, რამდენი ეკლესიის წევრი И это ყავთ? вопрос определяет, кто из вас больше. და ეს თითქოს პასუხი განსაზღვრავს იმას, ვინ უფრო დიდია. Когда я был молодым верующим совсем, несколько месяцев или годик там, როდესაც რამდენიმე თვის ერთი წლის მორწმუნე и когда мы ვიყავი, с кем-то знакомились, а сколько времени ты уже верующий? ისმებობდა ასეთი კითხვა, რამდენი ხნის მორწმუნე Я ხარ? год. ერთი წლის, А я 5 лет. მე კიდე 5 წლის. Это уже означает, что я учитель, я ეს босс. იმას ნიშნავს, რომ მე უკვე მასწავლებელი ვარ Я говорю, პოსი. младенцы задают эти вопросы. და მე ვიძახი ამას, რომ ჩვილები სვავენ ასეთ А младенцы კითხვებს. пастыря задают друг другу вопросы, а сколько членов церкви у და тебя? ჩვილი ხუცესები კიდე სვავენ ასეთ კითხვას, რამდენი ეკლესიის Я წევრი рассказывал, ყავს?
В России я был в одном маленьком городе, где жили мои родители. რუსეთში ვიყავი ერთ პატარა ქალაქში, И я სადაც ჩემი приходил там в მშობლები одну церковь ცხოვრობდნენ. всегда Да, в гости, когда я там был. სტუმრად მივდიოდი ხოლმე ერთ პატარა Это была ეკლესიაში. баптистская церковь. ბაპტისტური ეკლესია იყო. Это были люди, которые из Тбилиси приехали и основали новую церковь там под Ростовом где-то. ესე იგი თბილისიდან ჩასულმა, ესე იგი მორწმუნეებმა დააარსეს იქ ეკლესია ბაპტისტური. И я приходил, они меня принимали, я им მე проповедовал. ჩავდიოდი, მივდიოდი, И მღებულობდნენ, однажды, когда я გადაგებდნენ. приехал, бах, там новый пастырь, сюрприз. და ერთხელაც რო ჩავედი, ახალი ხუცესი დამხვდა იქ. Они решили, что грузину не место, давай местного назначим пастырем და там. გადაწყვიტეს, რომ ესე იგი საქართველოსდან წასული არ უნდა ყოფილიყო ხუცესად და ადგილობრივი დანიშნეს. И это местный был брат Миша, так называемый, так и და звали его. ის ადგილობრივი ძმა მიშა იყო. И вот бывший пастырь, он подводит меня, ты знаешь, вот это наш гость, он Да, правда не баптист, но он всегда приходит там, может купил. дадим ему слово там. ყოფილმა ესე იგი ხუცესმა მიმიყვანა და ეუბნება მართალია ბაპტისტი არ არის, მაგრამ ჩვენი ძმაა და მოდი სიტყვა მივცეთო. И он так посмотрел და на აი меня. ასე შემომხედა. Ну ладно, хорошо, Арги. давай попробуем. ვცადოთ. И Бог дал мне слово, я проповедовал. ღმერთმა მომცა სიტყვა და მე ვიქადაგე. И получилось очень хорошо. კარგად გამოვიდა. Люди знали меня, Миша меня не знал. ხალხი მიცნობდა, უბრალოდ მიშა არ მიცნობდა. Люди радовались, когда я приходил туда. ხალხი ხარობდა მე რომ И вот მივიდიოდი. когда я закончил проповедь, და როდესაც დავასრულე Миша ქადაგება. подошел ко мне и спросил, მოვიდა მიშა და მკითხა. а сколько у вас членов церкви там? რამდენი ეკლესიის წევრი ყავთ? Ну, я сказал, ну, у нас немного, там где-то 100 человек უთხარი, всего лишь. ცოტანი ვართ, სულ 100. И у Миши подкосились колени, ფეხები მოეკვეთა მიშას. потому что у Миши только 20 человек в церкви. იმიტომ რომ მიშასთან Миша, ეკლესიაში მხოლოდ держись, я сказал, 20 не падай, стой, все нормально. არ წაიქცე. У нас маленькая церковь, настолько 100 человек. ჩვენ პატარა ეკლესია ვართ, მხოლოდ 100 ადამიანი. И Миша уже просто со мной разговаривал совершенно по-другому. და ამის შემდეგ სხვაგვარად მელაპარაკებოდა მიშა. Это было настолько неприятно и так смешно. ეს სასაცილოც იყო და არასასიამოვნოც. Но почему церковь иногда перестает расти? მაგრამ რატომ არის ხოლმე რომ ხანდახან ეკლესია წყვეტს Давайте посмотрим на этого человека. მოდით შევხედოთ ამ ადამიანს. Это такой святой человек, у него крест в წმინდა руках, ადამიანი ხელში ჯვარი даже нимб უჭირავს. есть вокруг головы. და ეს რა ქვია ამას? Но что-то мне не дает этому человеку доверять. ხო, რაცარი? რაღაცა მაინც არ მაძლევს იმის საშუალებას რომ ვენდო ამ ადამიანს. Вы знаете, если под видом духовности мы прячем вот свое стремление к самосовершенству, свой эгоизм, თუ სულიერობის ბას ამოფარებული ჩვენს ეგოიზმს და რაღაცა ცუც მალავთ, სიამაყეს и мы изолируемся, და ჩვენ ვართ იზოლირებული, мы становимся лицемерами. მაშინ პირფერები ვხდებით. Вы знаете, каждый раз, когда я слышу, как человек молится о своем росте, возрастании и так далее, у меня всегда есть вопрос, что дальше? ყოველთვის როდესაც მე ვისმე როგორ ლოცულობს ადამიანი თავის სულიერ ზრდაზე, ყოველთვის მიჩნდება კითხვა. Вот для чего это нужно? რისთვის? Если ты занимаешься каким-то спортом, თუ რაღაცა სპორტით ხარ ты დაკავებული, прилагаешь усилия какие-то, შენ იჩენ ძალის у ხმევას, меня всегда есть вопрос, зачем ты это делаешь? რისთვის აკეთებ ამას? Иногда люди делают это просто для себя. ხანდახან ადამიანები ამას უბრალოდ თავისთვის Вот я, აკეთებენ. например, купил велосипед, и я иногда на нем езжу. Это мне нужно для моего здоровья. ვიყიდე ველოსიპედი და დავდივარ ველოსიპედით, ჩემი ჯანმრთელობისთვის ვაკეთებ ამას. Но у меня есть племянница, которая ездила на велике за сборную России. მაგრამ მე მყავს ესე იგი დიშვილი, რომელიც ამ ესე იგი ველოსპორტით იყო დაკავებული და გამოდიოდა რუსეთის სახელით. Она делала это, чтобы чего-то достичь. ის ამას აკეთებდა იმისათვის, რომ რაღაცისთვის Но если мы მიაღწია. просто делаем ради собственного самосовершенства მაგრამ что-то, თუ რაღაცას ვაკეთებთ მხოლოდ საკუთარი თავის то у меня სრულყოფისთვის, есть плохая новость для вас. Богу это совершенно не нужно. ცუდი ესე იგი უწყება მაქვს თქვენთვის. Я ღმერთს больше ეს вам არ скажу, что ჭირდება. когда церковь, она перестает делать то, что Бог сказал, როდესაც ეკლესია აღარ აკეთებს იმას, რაც ღმერთის и ნება, мы собираемся и здесь самосовершенствуемся, учим друг друга, და ერთმანეთს ვასწავლით და
თვით ესე იგი სრულყოფას ისკენ Это очень хорошая среда для возникновения опасных вещей. ეს არის კარგი გარემო იმისათვის რომ რაღაც სახიფათო Вот представь себе, გაჩნდეს. что ты ходишь в церковь 10, 15 или 20 лет. წარმოიდგინე რომ შენ დადიხარ ეკლესიაში 5, 10, 15, 20 წელი. Что я могу сказать тебе, чего ты не слышал еще? რისი თქმა შემიძლია მე ის რაც შენ მოსმენილი არ გაქვს. Ты уже все это много раз слышал. შენ ეს ყველაფერი უკვე მრავალჯერ И если მოისმინე. мы не делимся этим с неверующими და людьми, თუ ჩვენ ამას არ უზიარებთ ურწმუნოებს, если мы не пытаемся спасти თუ никого, ჩვენ არ ვცდილობთ რომ вიღაცას и мы ვიღაცა проповедуем только გადარჩეს друг другу, და მხოლოდ ერთმანეთს в конце ვუქადაგებთ, концов нам становится скучно. ბოლოს და ბოლოს შემოდის Мы все წენა. эти истории знаем наизусть. ჩვენის ისტორიებზე პირად Я ვიცით. только начну, вы уже знаете конец. მე დავიწყებ და თქვენ ბოლო უკვე იცით. Вы знаете этот анекдот про людей, которые много лет в тюрьме сидели. ხომ გაგიგონიათ ანეკდოტები ადამიანებზე, რომლებიც დიდი ხანი И они друг другу рассказывали анекдоты без конца, чтобы развлечься. ერთმანეთს ესე იგი ანეკდოტებს უყვებოდნენ Они уже გასართობად. все знали наизусть, поэтому они пронумеровали все эти анекдоты. ყველაფერი ზეპირად იცოდნენ და ამიტომ ესე იგი ნიშანი ჰქონდათ И один დანომრილი говорит, ჰქონდათ ეს анекдот номер 238, и все начинают ანეკდოტები. хохотать. და ერთი ამბობს ანეკდოტი და მაგალითად Другой 200 говорит, რაღაცა анекдот და უკვე სიცილი. 356, и все ха-ха-ха-ха. მეორე ამბობს ანეკდოტი 300 რაღაცა და ისევ А тут სიცილი. один новый человек есть. და არის ერთი И он решил как-то ახალი ადამიანი. влиться в коллектив. და ესე იგი უნდა რომ შეერწყა И говорит, анекдот 195. И все на него каменными лицами смотрят. და მან თქვა რომ ანეკდოტი 380 რაღაცა მე-15. მე-15 И все такими და окаменелыми глазами на ესე იგი него. ასე თქვა გაქვავებული სახე И და один ему თვალები говорит, აქვს და ერთი ეუბნება Не все умеют шутить. ველას არ შეუძლია ხუმრობა Не умеешь, не шути. თუ არ შეგიძლია ხუმრობა Представляешь, мы вот так в церкви вместе, и мы друг другу проповедуем и говорим აი одни и те же ერთმანეთს вещи. უხადაგებთ ეკლესიაში ერთი და იგივეს Все это надоедает. ამან მობეზრება И იცის потом проповедникам хочется вас удивить. და მე მოკადაგეს უნდა თქვენი გაკვირვება И они говорят, знаете, что мне Бог открыл сегодня утром? და ზოგი იძახის იცი რა გამიხსნა ღმერთმა И начинаются какие-то странные და откровения. რაღაცა უცნაური გამოცხადებები ჩნდება. Если церковь не служит спасению этого мира, თუ ეკლესია არ ემსახურება ხალხის გადარჩენას, она обязательно начинает болеть. ის ავადდება. Есть еще одна вещь. არის კიდევ ერთი რა, Если мы самоизолируемся, თუ ჩვენ ვიქნებით თვით იზოლაციაში, мы думаем, что мы остались одни. მაშინ ასეთი აზრი გაჩნდება, რომ მარტონი დავრჩით, Все сбились с пути, ყველა გზას все აცდა, отреклись от Христа. ყველა მოუარყო ქრისტე, Мы последний рубеж обороны, мы последние люди, стоим здесь с церковью и спасаем истину. რომლებიც დგავართ და ჩვენ ვართ И გადამრჩენელები. когда Бог придет, Он больше никого не найдет. Мы როდესაც последние, ღმერთი Господи. მოვა, ჩვენ ბოლოები вар და ჩვენს მეც ვერ იპოვის. Ты знаешь, ღმერთი. когда я опять как это попугай Кеша, когда я был на Таити, когда я был молодой, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, я однажды ехал в транспорте, я постоянно ехал в транспорте, я проповедовал Слово Божье людям. ტრანსპორტში მივდიოდი და ვქადაგებდი И я начал с одним человеком говорить, და ერთ ადამიანს გავესაუბრე и я увидел, что у него как-то необычная реакция была, глаза его забегали და как-то. დავინახე რომ რაღაც უცნაური რეაქცია ქონდა То есть я коснулся чего-то такого, и он ისეთ რაღაცა заволновался. შევეხე რომ ეს ადამიანი აღელდა А кто вы? და მკითხა ვინ ხარ? Я говорю, ну мы вот христиане евангельские, мы верим в Евангелие. რწმენის Он так удивился, что Исе- кроме него еще кто-то есть ისე верующий. გაუკვირდა რომ мис გარდა კიდე ვიღაც იყო მორწმუნე Когда я стал с ним разговаривать, როდესაც მე вас ვესაუბრებოდი оказывается, он принадлежит, я увидел, что он принадлежит какой-то христианской группе, და მე გავიგე რომ ის ქრისტიანულ ჯგუფს которая მიეკუთვნებოდა называется «Союз христианского единства». რომელსაც აქვს ასეთი სახელწოდება, ესე იგი ქრისტიანული საიუზ ქრისტიანსკого Христианули Эртобис Кавшири. И знаешь, какие были пределы их единства с другими და ისი მათი христианами? ერთობის რა საზღვრები ქონდათ სხვა Они только друг с ქრისტიანებთან другом были едины. მხოლოდ ერთმანეთთან იყვნენ Они возникли в советское время,
ისინი ასე ვთქვათ გაჩნდნენ საბჭოთა კავშირის на პერიოდში пике гонений. დევნების პიკზე Из-за страха этих гонений они самоизолировались. და აი ამ დევნების გამო თვით იზოლაციაში Они მოეცნენ. почти никому никогда не проповедовали. არასდროს არავის ახარებდნენ. Очень сложно принимали к себе людей. ძალიან რთულად ღებულობდნენ თავისთან სხვა И они ადამიანებს вообще не знали, что есть другие და христиане. საერთოდ არ იცოდნენ რომ სხვა ქრისტიანებიც არსებობდნენ. А я в такой простоте говорю, слушай, да нас много, ты что, короче, Амеки- давай познакомимся. უბრალოებით უთხარი, ბევრი ვარ და გაგაცნობო. Где вы собираетесь? Я приду к вам в სად гости. იკრიბები თქვენთან სტუმრად А მოვა? как зовут вашего რა пастора? ქვია თქვენს ხუცეს? И я смотрю, он стал волноваться. და ვხედავ რომ ნერვიულობა დაიწყო. Он явно думал, что я какой-то агент КГБ. და იფიქრა რომ ალბათ კგბ-ს აგენტი Он ვიყავი. ни под каким предлогом не сказал, как зовут его пастора. ცოცხალი თავით არ უთქვა მსხუცესის სახელი. И не сказал, где они собираются. და არც ის თქვა სად იკრიბებოდნენ. Я так и не смог найти этих людей ვერ больше. ვიპოვე ვერაფრად შემდეგ ეს ხალხი. Настолько закрытая группа была. იმდენად ჩაკეტილი ჯგუფი იყო. На самом деле სინამდვილეში нас много. ჩვენ ბევრნი ვართ. И если мы объединимся, და თუ ჩვენ გავერთიანდებით, мы можем послужить Господу очень хорошо. შეგვიძლია კარგად И ვემსახუროთ знаешь მას. что? და იცით? Мы должны поспешить в этом. და ჩვენ უნდა ავჩქარდეთ ამაში. Потому что на самом деле мир погибает. იმიტომ რომ სინამდვილეში სამყარო იღუპება. Вот мы смотрим на этот мир, что происходит. в აი და нем. ჩვენ უყურებთ სამყაროს და რაც ხდება. Иногда мы отстаем от реальности. ხანდახან რეალობას ჩამორჩებით Мы ხოლმე. живем в такое странное время. ისეთ უცნაურ დროს Там ვცხოვრობ. возникает столько новых субкультур. სხვადასხვა ბევრი субკულტურა Мы ჩნდება. очень часто не знаем, чем живет наша და молодежь. ხშირად არ ვიცით რითი ცხოვრობს Не ახალგაზრდობა. наша церковная молодежь, а молодежь საერთოდ нашей страны. ახალგაზრდობა. Они ქვეყნის такие странные вещи делают. რაღაც უცნაურობებს აკეთებენ. Удивительные вещи, непонятные вещи. გასაოცარს, გაუგებარს. Мы думаем, что если люди значит, перестали ходить в православную церковь, они обязательно в какую-то другую церковь придут. და ვფიქრობთ რომ თუ ადამიანი აღარ დადის მართლმადიდებლურში, აუცილებლად სხვა ქრისტიანულში ეკლესიაში დადის. Но ты видишь, на что становится похожа эта молодежь. ჩვენ ხედავთ რას ემსგავსება ეს Недавно ახალგაზრდობა. я шел из метро, девочка поднимается. ცოტა ხნის წინ დავინახე მეტროდან ამოდიოდა გოგო. Она не была красивая девочка. არ იყო ლამაზი გოგო. Но она, по-моему, из-за того, что она была некрасивая, решила сделать себя еще страшнее. და იმის გამო რომ ლამაზი არ იყო, გადაწყვიტა კიდევ უფრო Эх, საშინელი раз уже გამხდარიყო. так, пускай до конца будет плохо. ბოლომდე უფრო უარესი У нее იყო. на каждом колене какая-то наколка была. ესე იგი მუხლებზე ქონდა რაღაცა, ესე იგი ტატუები. Я не знаю, что она хотела сказать этими არ наколками. ვიცოდი, ისი თქმა უნდოდა ამ Масса ტატუებით. этих вещей в носу, там, в ушах, в губах, в щеках. მთელ სახეზე სხვადასხვა პირსინგები. Вся в черном. სულ შავებში. Явно представительница какой-то субкультуры. აშკარად რომელიღაცა სუბკულტურის წარმომადგენელი Человек იყო. ищет чего-то в этой жизни. ადამიანი რაღაცას ეძებს То ცხოვრებაში. там, то сям, не может найти. ხანაკეთ, ხანიკით და ვერ პოულობს. И в это время церковь закрыла двери и очень Андрос- осторожно их открывает. Смотрит, пускать, не ეკლესიამ пускать. კარი დაკეტა და ძალიან ფრთხილად აღებს და ფიქრობს შემოუშვას, არ Вы შემოუშვას. знаете, Иисус был открыт для любого человека. იესო გახსნილი იყო ყველა Он в ადამიანისთვის. любой дом мог пойти. მას შეეძლო მისვლა ნებისმიერ С любым სახლში. человеком мог говорить. შეეძლო ნებისმიერ ადამიანს. Потому что ლაპარაკებიყო, самая главная цель იმიტომ его რომ მისი მთავარი მიზანი – это спасение людей. იყო ადამიანების Уходя с этой გადარჩენა. земли, он дал своим ученикам очень важное поручение. და როდესაც დედამიწიდან ამაღლდა თავის მოწაფეებს მისცა ძალიან მნიშვნელოვანი Он დავალება. сказал, идите по უთხრა, всему миру и проповедуйте всем. წადით მთელს дедамიწის ზურგზე და იქადა გეცახარება. Кто уверует и ვინც крестится, будет спасен. ირწმუნებს და მოინათლება Поздравляем გადარჩება. наших сестер, которые сегодня გულოცავთ ჩვენს крестились. დებს ნათლობას. Мартина еще не зашла, я видел, она где-то здесь. Видите, необходимо принять Иисуса Христа, уверовать и креститься, чтобы спастись. აუცილებელია, საჭიროა ჯერ ირწმუნო ქრისტეს, შემდეგ მოინათლო. И для того, чтобы мы могли выполнять наше служение, იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ, давайте ей тоже похлопаем. გილოცავთ.
Для того, чтобы мы могли выполнять наше предназначение, იმისათვის რომ ჩვენი დანიშნულება აღვასრულოთ, Бог обещал наделить церковь своей силой. ღმერთი დაპირდა ეკლესიას რომ მისცემდა ძალას. В этом и был смысл сошествия Святого და Духа. ზუსტად ეს მიზანი ქონდა სული წმინდის გადმოღრას. Иисус сказал, вы примете силу, когда сойдет на вас Дух იესომ Святой. თქვა, თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც თქვენზე გადმოვა სული წმინდა И будете мне და свидетелями. იქნებით ჩემი მოწმეები. И Он обещал, когда ты пойдешь во имя Его, და ის დაგვირდა, როდესაც წახვალთ ჩემი სახელით, Бог будет совершать чудеса во имя აი Твое. მაშინ ღმერთი სასწაულებს Он не მოახდენს. обещал нам чудеса, если мы закроем двери и никого не будем пускать. ის არ დაგვპირებია სასწაულებს თუ ჩვენ კარს დავხურავთ და არ ვიქადაგებთ. Он сказал, когда ты пойдешь проповедовать, მან თქვა, თუ შენ წახვალ სახარებლად, я буду совершать чудеса и მაშინ знамения. მე სასწაულებს და ნიშნებს В этом მოვიმოქმედებ. месте написано, ამ итак, ადგილას идите по დაწერილია, всему миру. ასე წადით მთელს წუთისოფელში А мы знаешь, во что это превратили? და ჩვენ ითი რა გადავაქციეთ ეს. Сидите по всему миру. იჯექით, ყველგან იჯექით. И в воскресенье очень много церквей по всему миру, люди сходятся, сидят, что-то Да. там друг другу говорят. კვირა დღეს მრავალ ადგილას ეკლესიები იკრიბებიან და ზიან და ერთმანეთს რაღაცას ეუბნებიან, Но что мы будем делать, მაგრამ რა უნდა когда გავაკეთოთ? мы выйдем отсюда? როდესაც ჩვენ აქედან გავალთ. Знаете, люди боятся говорить с другими людьми, потому что опасаются реакции. ადამიანებს ეშინიათ რაღაც უთხრას სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ მათი რეაქციის გამო ეშინიათ. Иногда люди рады слышать то, что ты говоришь им о Боге. ხანდახან ადამიანებს უხარიათ, როდესაც ღმერთზე ელაპარაკები. Иногда они ненавидят тебя за это. ხანდახან ამის გამო შეზულდებით. Иногда они относятся к Хандахан? тебе с недоверием. ესე იგი არ გენდობიან. Вот здесь я 3 человека посадил на эту картинку. აი სამი ადამიანი ასე თქვა Один ჩასულა слушает тебя, ერთი გისმენს, другой тебя разглядывает, მეორე გათვალიერებს, а третий зевает, вот-вот заснет. მესამე კი ამთქნარებს, მალე ჩაეძინება. Ты знаешь, не все тебя примут, ყველა არ მიგიღებს, но все тебя услышат. მაგრამ ყველა მოისმენს. Когда Иисус посылал своих учеников проповедовать Евангелие, როდესაც იესო გზავნიდა თავის მოწაფეებს, რათა Он сказал, что ეხარებინათ, даже если тебя где-то не будут принимать, მაშინაც კი თუ რაღაცას არ მიგიღებენ, ты все-таки скажи им, приблизилось к вам Царство Божие. მაინც უთხარი მოგიახლოვდათ სათა სამეფო. И человек не может сказать, что ему не говорили. და ადამიანი ვეღარ იტყვის რომ მას ეს არ И უთხრეს. когда ты пойдешь вот так к და людям, როდესაც აი ესე მიხვალ Бог ადამიანებთან, даст тебе силу и ღმერთი знамения в მოგცემს твоей ძალას жизни. და ნიშნებს შენ Удивительные ცხოვრებაში. вещи происходят, когда ты проповедуешь Евангелие. სასწაულები ხდება, როდესაც შენ სახარებას ქადაგებ. Всегда, когда ты проповедуешь Евангелие, ყოველთვის происходят როდესაც სახარებას удивительные ქადაგებ, вещи. არის ხდება საოცრებები. Я помню, у меня был друг, его звали Боря. მახსოვს მეგობარი მყავდა Он такой был человек, который недалеко от Господа был. იყო ეს ადამიანი შორს არ იყო უფლისაგან. Он помогал мне немножко заработать. В этот момент я потерял им- работу. Мы вместе делали с ним интересные вещи. იმ მომენტში მეხმარებოდა ფულის გამომუშავებაში, ერთად რაღაცას И он сказал мне, я хочу, чтобы ты თქვა, пошел с моей сестрой поговорил. მითხრა რომ მინდა მიხვიდე ჩემ დას Потому что დაელაპარაკო. у нас в доме, по-моему, говорит, какой-то дух самоубийства. Мой брат покончил с собой, Да. отец покончил с собой. და იმიტომ რომ ჩვენ сахში მგონი თვითმკვლელობის სულიაო, мама ჩემმა თავი მოიკლა, ჩემმა ძმამ თავი И мы მოიკლა. пошли говорить с его сестрой. და მივედით И ველაპარაკებოდით когда мы მის დას. пришли и сели у них на кухне, Боря, я и его сестра, და როდესაც დავჯექით მათ სამზარეულოში ბორია მე და მისი და я что-то имел в своем сердце ей сказать. მე რაღაცა მქონდა სათქმელი ჩემს გულში Я მისთვის. сказал ей, მე слушай, უთხარი მას. когда мы сейчас начнем с тобой разговаривать, როდესაც ახლა დავიწყებ საუბარს, будет звенеть телефон. ტელეფონი დარეკავს. Придет соседка и что-то у тебя попросит. მეზობელი ქალი მოდა რაღაცას Кто-то начнет звать тебя с улицы, они жили на первом этаже. დაგიძახებს პირველ სართულზე ცხოვრობდნენ. Это все делает дьявол, ამას ყველაფერს чтобы ეშმაკიაკეთებს. отвлечь тебя от того, чтобы тебе услышать Слово რომ Божье. ყურადღება გაგაფანტინოს, Она რომ сказала, არ не-не-не, მოისმინო всё, всё, ღმერთის я სიტყვა. сижу. მან თქვა, არა, Мы ივზივა. сели, и вдруг зазвонил телефон. დავჯექით და ტელეფონმა И она დარეკა. смотрит,
смотрит на меня. შემომხედა. Потом открывается дверь, соседка говорит, мясорубку одолжи. მეზობლის ქალი მოვიდა, ხორცაკები Потом с улицы начинает кто-то ее звать. შემდეგ ქუჩიდან ვიღაცამ დაუძახა. Это было такое свидетельство для нее. ეს მისთვის იყო ასეთი Откуда ты დამოწმება. все это знал? საიდან იცოდი ყველაფერი Бог ეს? живой, Он знает тебя. ღმერთი ცოცხალია და ღმერთი შენ Для нее это გიცნობს. было свидетельство. მისთვის ეს იყო Однажды, я помню, დამოწმება. мы свидетельствовали на улице напротив метро Марджанишвили. მახსოვს ერთხელ ვამოწმებდით მეტრო მარჯანიშვილთან. И какие-то молодые люди пришли к нам. მოვიდნენ ახალგაზრდები. Они из какой-то религиозной школы были, რომელიღაცა православной. რელიგიური მართლმადიდებლური სკოლიდან. Там был такой мама Арчили, который говорил, что война в Абхазии и в Самачабло случилась, потому что есть на земле грузинской баптисты и пятидесятники. იყო ერთი მღვდელი мама არჩილი, რომელიც ამბობდა, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ომი იმიტომ დაიწყო საქართველოში, რომ 50-იანელები და ბაპტისტები И он არიან призывал людей, საქართველოში. чтобы они нас физически уничтожили. და ის მოუწოდებდა ადამიანებს, რომ ჩვენ ფიზიკურად გავენადგურებინეთ. Да простит его Господь. ღმერთმა აპატიოს. Потому что причины для этих войн были другими. იმიტომ რომ ამ ომების მიზეზი И სულ вот эти სხვა молодые იყო. ребята с нами разговаривают, Да, есть- спорить пытаются с нами. ახალგაზრდები ჩვენ გველაპარაკებოდნენ და А у ცდილობდნენ нас есть на все შეკამათებას. ответ. ჩვენ კი ყველაფერზე პასუხი И ქონდა. один из них уже начинает выходить из себя, და бесноваться. ერთი უკვე ასე ვთქვათ მდგომარეობიდან Он გამოდიოდა. крутится, визжит, злится, ничего не может сделать. ჭყივის უკვე ვერაფერს ვეღარ ახერხებს, Я ვერ говорю, ჭირდება. подожди, сейчас мы приведем одного человека. მოიცადე ახლა ერთ კაცს И მოვიყვანთო. они приводят одного молодого человека, такого მოყავთ здоровый ერთი парень такой, ახალგაზრდა საკმაოდ с лицом эксперта. ექსპერტის სახით И он приходит ко мне და ის მოდის ჩემთან и начинает задавать вопросы мне. და მკითხებს მისვავს. Сколько было детей у Адама и Евы? ადამსა და ევას რამდენი შვილი Сколько было ყავდაო? сыновей у них? რამდენი ბიჭი ყავდათო? Ну, я отвечаю о тех, о которых Библия говорит. მე ვუპასუხე ვიზიც ნათქვამია ბიბლიაში. Потом он еще какие-то вопросы, კიდე еще რაღაცები какие-то вопросы, еще მკითხა, какие-то კიდე вопросы. Я на все отвечаю. ყველაფერზე ვპასუხობ. Я каждый день читаю Библию. ყოველდღე ვყიდულობ ბიბლიას Отвечаю на его вопросы. და ვპასუხობ მის И Дух კითხვებს Святой начинает და говорить со სული мной. წმინდა მელაპარაკება მე. И я говорю, хочешь, я тебе скажу то, что ты на самом деле хочешь услышать? გინდა ეხლა გითხრა ის რაც მართლა გინდა რომ Он მოისმინო говорит, скажи. და მითხარიო. Я говорю, ты очень сильно отличаешься от всех своих друзей. უთხარი რომ ის შენ ძლიერ განსხვავდები შენი ამხანაგებისგან. Ты такой умный, ისეთი ჭკვიანი ხარ. ты такой образованный, ისეთი ты განათლებული. такой эрудированный. ისეთი ერუდირებული ხარ. Он пытался скрыть удовольствие на своем лице и не смог. ის ცდილობდა კმაყოფილება დაეფარა, მაგრამ სახეზე И დაეწერა. такая улыбка у нее, химили. и убежал от меня. Кайкса. Ты знаешь, а были случаи, და იყო შემთხვევები, когда ты начинаешь свидетельствовать человеку об როდესაც Иисусе. შენ ადამიანს უმოწმებ იესოზე, И как сегодня Темури говорил, он Да, говорит, вот Темури кто тебе амбовдакрес. рассказал про меня? ვინ გითხრა ჩემ შესახებ? Кто сказал про меня? ვინ გითხრა ჩემ И შესახებ? когда он понимает, что это და Господь, როდესაც ის აცნობიერებს, რომ ეს უფალია, человек склоняется перед Богом. ადამიანი კეციხლის უფლის წინაშე. Знаешь, почему это იცით происходит? რატომ ხდება ეს? Потому что Христос одесную Отца, იმიტომ რომ ქრისტე არის მამის и Он ხელმარჯვნივ помогает тебе. და ის გეხმარება შენ. Он ведет тебя по этой жизни. ის გატარებს შენ Он ცხოვრებაში. направляет тебя. ის წინ Он მიგიწვის дает тебе силу. და გაძლევს ძალას. Братья и сестры, я хочу вам დებოდა сказать, ძმებო, მინდა გითხრათ, что в этой жизни, რომ ამ ცხოვრებაში если ты верующий человек, თუ შენ ხარ მორწმუნე ადამიანი, нету большего удовольствия, არ არის უფრო მეტი სიამოვნება, ბედნიერება, чем почувствовать, ვიდრე ის რომ შენ შეიგრძნო, что Бог использует რომ тебя. ღმერთი შენ გიყენებს, Лучше этого ничего нет. ამაზე უკეთესი არ არსებობს. Потому что когда Бог იმიტომ რომ использует тебя როდესაც ღმერთი შენ გიყენებს, для кого-то другого, სხვა ადამიანისთვის, чтобы кого-то через тебя რომ благословить, შენი მეშვეობით вიღაცა აკურთხოს, ты понимаешь, что ты ему შენ нужен. აცნობიერებ, რომ შენ მას ჭირდები. Иногда ты чувствуешь себя очень плохо. ხანდახან თავს ცუდად გრძნობ. И вдруг Бог Да, дает уцеп- тебе встречу с каким-то человеком. უფალი გაძლევ შეხვედრას ადამიანთან. И ты понимаешь, что და сейчас შენ გესმის. Господь использует тебя, აი ახლა ღმერთი შენ გიყენებს, чтобы что-то важное რომ сказать человеку. რაღაცა მნიშვნელოვანი უთხრა იმ ადამიანს. И в конце человек говорит, და это Бог ბოლოს тебя послал мне. ადამიანი გეუბნება, ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი. И ты понимаешь,
და შენ გესმის несмотря на свои ошибки, იმ შენი შეცდომების და მიუხედავად несмотря на свои слабости. შენი სისუსტეების მიუხედავად Ты любим им, შენ ღმერთს უყვარხარ ты принят им, შენ ღმერთმა მიგიღო ты употребляем им. და ღმერთი შენ И знаешь, გიყენებს что происходит და потом იცით с რა тобой? ხდება შემდეგ А ты не скажешь, что, короче, если Бог меня таким использует, что мне меняться, останусь таким, какой я შენ есть. ხო არ იტყვი რომ რახან ღმერთი ასეცას მღებულობს და მაინც მიყენებს დავრჩები ასეთად Наоборот, არა პირიქით ты скажешь спасибо, შენ Господи. იტყვი მადლობა უფალო Хочу быть еще чище, მინდა უფრო სუფთა ვიყო хочу быть еще праведнее, მინდა უფრო მართალი ვიყო чтобы ты еще больше меня რომ использовал. კიდევ უფრო მეტად გამომიყენო Я расскажу одну историю, которую некоторые из вас знают. ერთ ისტორიას მოვყვები რომელიც ზოგიერთ თქვენთაგანმა უკვე იცის Некоторое время назад человек, с которым это случилось, он здесь сидел во втором ряду. ცოტა ხნის Через 25 лет после отсутствия в церкви. ადამიანი რომელიც 25 წელი არ იყო მოვიდა ეკლესიაში და აქ იჯდა Мы в одном месте работали. ჩვენ ერთ ადგილას მუშაობდით И мы всегда рано приходили с ребятами, там несколько ребят из церкви, мы работали, делали копии старинной мебели, там краснодеревщиками работали. ადამიანი ეკლესიიდან ერთად მუშაობდით ვაკეთებდით ესე იგი ძველი ავეჯის კოპირებას И там был один парень, который приходил и с удовольствием всегда целый день с нами просиживал и разговаривал о Боге. იქ იყო ერთი ბიჭი რომელიც модиოდა ყოველ დღე და ყურადღებით ესე იგი გვისმენდა რასაც Но ვაპარაკობდით он всегда ღმერთზე приходил поздно, потому что он любил спать. მაგრამ ყოველთვის ბოლოს მოდიოდა გვიან იმიტომ რომ ძილი უყვარდა Однажды я пришел, и никого нету, я один пришел. ერთხელაც მივედი და ჩემს გარდა არავინ იყო И вдруг рано утром და этот человек უცებ приходит. დილა ადრიან მოდის ის И он говорит, я ადამიანი давно ждал момента, когда ты будешь Да, один, я Бог. хочу с тобой поговорить. დიდი ხანი ველოდებოდი იმ მომენტს მარტო როცა იქნებოდიო და А это был не самый ლაპარაკებდაო лучший период моей жизни. და ის პერიოდი ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი Я არ боролся ყოფილა с какими-то грехами. რაღაცა ცოდვებს ვებრძოდი У меня не все получалось. ყველაფერი არ გამომდიოდა Мое сердце меня осуждало. ჩემი გული მსჯავრს Я დებდა поднимался, потом падал, поднимался, падал. წამოვდგებოდი ვეცემოდი Я очень წამოვდგებოდი плохо себя ვეცემოდი из-за этого და чувствовал. ამის გამო თავს სუდად Мне не с кем было გრძნობდი поговорить. Мой пастор уехал, его депортировали из Союза. ველაპარაკებოდი იმ დროს საბჭოთა კავშირიდან დეპორტი გაუკეთეს ჩემს Я ხუთეს варился в собственных мыслях как-то. და ასე თქვა ჩემს აზრებში И я ვიხარშებოდი думал, я очень плохой და христианин. ვფიქრობდი რომ ძალიან ცუდი ქრისტიანი Еще ვიყავი чуть-чуть, и Бог от меня კიდევ откажется. ცოტაც და ღმერთი ჩემზე უარს И вот იტყოდა приходит этот человек და и говорит, я მოდის хочу ეს с тобой ადამიანი და поговорить. მეუბნება შენთან მინდა И საუბარი он говорит, у меня была мама. და მან თქვა მე Она была მყავდა დედა верующая женщина, она очень много говорила со мной о Боге. ქალი და ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა И ღმერთზე она умерла несколько лет назад. რამდენიმე წლის წინ Я не могу გარდაიცვალა смириться с ее смертью. ვერ ვურიგდები მის Мне её очень не გარდაცვალებას хватает. ძალიან არ Я მყოფნის часто вижу ее во сне. ხშირად ხედავ სიზმარში И я все время говорю, мама, поговори со мной о Боге, как და раньше. ვეუბნები დედა და მელაპარაკე ისევ ღმერთზე როგორც А мама ადრე мне во сне говорит, мертвым с живыми нельзя разговаривать. მეუბნებოდა რომ მკვდრები ცოცხლებს არ უნდა Иди в დაელაპარაკონ церковь, там тебе скажут о ეკლესიაში Боге. და იქ გეტყვიან ღმერთზე И однажды, говорит, я вижу сон. ერთხელაც მან თქვა რომ სიზმარი Он говорит, я ნახა попадаю на небо, там такая зеленая, красивая поляна, огромная. ზეცაში მოხვდიოდა ძალიან ლამაზი მწვანე Длинный იყო стол накрывают, конца этому стола нету. გრძელი მაგიდა იყო გაშლილი Явно ბოლო ждут ჩანდა. гостей много. და ელოდებოდნენ И моя мама там помогает накрывать на стол. ეხმარებოდა მაგიდის Я думаю, они გაშლაში готовились к Давид приходу Крем. церкви, к брачной вечере Агнца. რომ Да? ესე იგი ემზადებოდნენ кравის И говорит, я ქორწილისთვის начинаю, мама, поговори со мной. დედა И она დამელაპარაკე говорит мне опять, уходи, мне нельзя с тобой разговаривать. წადი ჩემთვის არ И შეიძლება вдруг, რომ говорит, შენ я вижу там დაგელაპარაკო молодой человек. და უცბად დავინახე ახალგაზრდა И он კაცი говорит, она говорит, пойди с ним, он отведет тебя в церковь. და დედამ მითხრა აი მიდი იმ И ახალგაზრდასთან და этот ის человек წაიყვანს берет меня под ეკლესიაში руку и пытается меня увести და оттуда. ეს ადამიანი ხელს მკიდებს და ცდილობს რომ И он говорит, я წამოყვანოს начинаю злиться, потому что я хочу там остаться с და мамой. მე გავბრაზდი იმიტომ რომ დედასთან დარჩენა А он მინდოდა. говорит, пойдем, ის пойдем, я კიდევ тебя отведу в წამოდი, церковь. წამოდი ეკლესიაში მიგიყვან Я не знаю, откуда на небе ножницы. არ ვიცი საიდან არის ზეცაში Но, говорит, я მაკრატელი там увидел ножницы, взял и ударил в живот этого человека. და თქვა რომ მაკრატელი დავინახე ავიღეო და ამ ადამიანს მუცელში И ჩავარტყიო вдруг, говорит, вместо Да крови уцеп- отсюда
свет пошел. უცბად სისხლის მაგივრად И этот სინათლე человек улыбнулся, говорит, ладно, ладно, давай, пойдем, я тебя отведу в გამიგიმა церковь. იმ ადამიანმა და მითხრა წამოდი ეკლესიაში წაგიყვანო. А я говорю, а зачем ты мне это рассказываешь? და ვეუბნები მე რატომ მიყვები Он говорит, ამას? это человек ты. იმიტომ რომ ეს ადამიანი შენ ხარ. А я говорю, а когда ты видел этот сон? და ვკითხე, როდის ნახე ეს Он სიზმარი? говорит, 3 года назад. 3 წლის წინ. Знаешь, в чем дело? იცით რაშია? 3 года назад я еще не был верующим. საქმე იმაში რომ 3 წლის წინ იმ დროისათვის მაშინ მორწმუნე ჯერ არ И Бог ვიყავი. показал ему меня во сне, что я должен და отвезти его в церковь. ღმერთმა დაანახვა ჩემი თავის სიზმარში რომ მე უნდა მიმიყვანა ის ადამიანი Я его отвел в ეკლესიაში. церковь. მე მივიყვანა ეკლესიაში. Его семья была спасена. მისი ოჯახი გადარჩა. ჰალელუია. В этот момент, когда я получил это свидетельство, იმ მომენტში, როდესაც მე ეს დამოწმება მივიღე, я чувствовал себя очень плохим человеком, თავს ცუდ ადამიანად очень გრძნობდი. слабым верующим. ძალიან სუსტ морწმუნედ. И в это время Бог мне და говорит, იმ დროს ღმერთმა მითხრა, я выбрал тебя მე შენ ამოგერჩიე. тогда, когда ты еще вообще не был იმ верующим. დროს, როდესაც შენ მორწმუნე საერთოდ არ იყავი. У Бога есть избрание и план на твою жизнь. ღმერთს აქვს თავისი ღმერთი აკეთებს თავის არჩევანს და მას აქვს თავისი გეგმა Но в конце я შენთვის. тебе хочу сказать очень მაგრამ важную ბოლოს вещь. მინდა გითხრა ძალიან Если მნიშვნელოვანი тебе не რამ. хватает помощи Божьей в твоей жизни, თუ შენ არ ყოფნის ღმერთის დახმარება შენ ты ცხოვრებაში, должен услышать эту мысль. შენ უნდა მოისმინო ეს აზრი. Бог помогает тем, кто двигается. ღმერთი ეხმარება მათ, ვინც მოქმედებს. Бог содействует тем, кто идет. ღმერთი ესე იგი ეხმარება მათ, ვინც Бог მიდიან. очищает тех, которые приносят плод. მათ, ვისაც მოაქვს ნაყოფი. Бог наполняет Духом Святым тех აღავსებს людей, სული წმინდით მათ, которые делятся этим благословением с другими ვინც людьми. სახარებას უზიარებს სხვებს. Поэтому сегодня, когда мы Ამიტომ говорим об излиянии Святого დღეს, Духа, როდესაც ჩვენ საუბრობთ სული წმინდის მოფენაზე, когда мы говорим о том, что это день рождения церкви, ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს არის ეკლესიის когда мы დაბადების говорим о დღე, том, что у церкви Да, есть цель имазе- существования и предназначения, რომ ეკლესია აქვს თავისი მიზანი და დანიშნულება, мы должны вспомнить, ჩვენ უნდა что это за გავიხსენოთ. предназначение. თუ რა დანიშნულება აქვს, Это делиться Евангелием. ეს არის ის, რომ გაუზიაროთ სახარებას ხვებს. Конечно, мы должны подкрепить это своей любовью, своей რა თქმა უნდა, правильной жизнью. სიყვარულით და ჩვენი სწორი ცხოვრებით უნდა გადმამტკიცოთ ეს. Нельзя проповедовать Евангелие человеку и жить в грехе. არ შეიძლება რომ ადამიანს სახარება უკადაგო და ამავე დროს Это შენ თვითონ сильно ცოდვაში отталкивает იცხოვრო. людей. ეს პირიქით გამოიწვევს Но ხელისკვრას с другой стороны, ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ მეორე მხრივ для того, чтобы начать с людьми делиться იმისათვის Евангелием, რომ დაიწყო და ადამიანებს სახარება უთხრა, не нужно ждать момента, когда ты станешь совершенным. არ არის საჭირო დაელოდო იმ მომენტს, როდის გახდები სრულყოფილი. Потому что, когда настанет Имитом этот момент, ром. тебя уже не будет на этой земле. სრულყოფილი როცა იქნები, შენ დედამიწაზე აღარ იქნები. Служи Господу, пока ты здесь. ემსახურე ღმერთს სანამ ხარ აქ. Исполняйся Его Духом Святым. აღივსე მისი სული წმინდით. Пускай это будет как река, Да. которая течет из ეს тебя. იყოს როგორც მდინარე შენგან გამომდინარე. Пускай это будет жизнь Божья через тебя. ღმერთის სიცოცხლე შენი Пускай მეშვეობით. этого будет больше. და ეს იყოს უფრო მეტი. Если ты хочешь этой полноты, თუ შენ გინდა ეს ისრულე, проповедуй Евангелие неверующим იქადაგე людям. სახარება უკადაგე ურწმუნოებს. Не надо проповедовать верующим. არ არის საჭირო მორწმუნეებს Не надо უკადაგო. спасать спасенных. არ არის გადარჩენილის Не გადარჩენა надо საჭირო. исцелять здоровых. ჯანმრთელის განკურნება საჭირო არ არის. Спасай тех, у которого всего этого ისინი нет. გადაარჩინე, виსაც ეს ყველაფერი არ Служи აქვს. тем, кто в этом нуждается. მოემსახურე მათ, виსაც აქვთ ამის საჭიროება. Для этого Бог создал свою ამისათვის церковь. ღმერთმა შექმნა თავისი Для этого Он ეკლესია. дал своего Святого ამისათვის Духа. მოგცა თავისი სული წმინდა. И если ты хочешь, და თუ შენ გაქვს სურვილი, ты можешь сегодня обратиться к Господу. შეგიძლია დღეს მიმართო ღმერთს. Если ты этот путь еще не თუ начал или не ჯერ начала, ты არ можешь сегодня сделать это. დაგიწყია ეს გზა, შეგიძლია დღეს დაიწყო Если ეს ты გზა. верующий человек, который забыл о том, как вообще говорить о Евангелии с თუ другими შენ ხარ людьми, მორწმუნე ადამიანი, რომელსაც საერთოდ დაავიწყდა, როგორ უნდა დაუმოწმოს უკადაგო скажи: სახარება Господь, я ადამიანის прошу უთხარი. прощения за это. უფალო ბოდიშს გთხოვ, მოვითხოვ. Прости меня, მაპატიე, наполни меня Твоим Духом ამავე შენი Святым. სული
სული წმინდით. Я хочу служить Тебе, მინდა исполнять Твою волю, გემსახურო შენ და поклоняться შენი Тебе, ნება შევასრულო. так, как этого хочешь Ты. ისევე როგორც შენი ნება. Сегодня я был там на центральном собрании, мы благословляли 2 корейских пастырей. დღეს ცენტრალურ ეკლესიაში ვიყავი და 2 კორეელი ხუცესი ვაკურთხეთ. Это мои друзья, они решили присоединиться к нашему ჩემი союзу. მეგობრები არიან და მათ გადაწყვიტეს ჩვენს კავშირში Но შემოსვლა. там был тоже гость один из Израиля. იყო ისრაელიდან სტუმარი. И он сказал интересную вещь, на которую я раньше не обращал внимания. საინტერესო რამ, რასაც адრე ყურადღებას არ Он ვაქცევდი. сказал, что День მან თქვა, Пятидесятницы находится в связи с еще одним еврейским праздником. Они очень близко, Шавот. სულთ მოფენობა კიდევ ერთ ებრაულ დღესასწაულთან არის И этот праздник დაკავშირებული. Шавот, он связан с днем, когда евреи получили от Бога Тору. და ეს დღესასწაული დაკავშირებულია იმ დღესთან, როდესაც ებრაელებმა მიიღეს თორა. Очень интересно, что это один праздник. და საინტერესოა, რომ ეს არის ერთი დღესასწაული. Не бывает Духа Святого вне Слова Божьего. არ არსებობს სულიწმინდა ღმერთის სიტყვის გარეშე. Не бывает Слова Божьего без არ откровения Духа არსებობს Святого. ღმერთის სიტყვა სულიწმინდის გამოცხადების გარეშე. Если ты евангельский და христианин, თუ შენ ხარ სახარებისეულად если ты веришь в Слово Божье, ქრისტიანი და გწამს ღმერთის სიტყვისა, сделай то, что Бог сказал тебе. გააკეთე ის, რაც უფალმა გითხრა. Проповедуй Евангелие, и придет Дух Святой. სახარება და მოვა Если სულიწმინდა. через тебя действует Дух თუ Святой, შენი მეშვეობით ესე იგი მოქმედებს სულიწმინდა, Он никогда не призовет тебя к чему-то, что не написано в Слове ის Божьем. არასოდეს მოგიწოდებს შენ ისეთი რამისკენ, რაც ეწინააღმდეგება უფლის Давайте სიტყვას. помолимся, братья и მოდით сестры. ვილოცოთ ძმებო. Отец, мы молимся во имя Господа Иисуса Христа. მამაო, ჩვენ ვლოცულობთ უფალი იესო ქრისტეს Мы სახელით. благодарим Тебя за Твою благодать, милость, Господь, გმადლობ შენი წყალობისთვის, ღმერთო, которая მადლისთვის, выразилась в том, что Ты дал нам Твоего Духа Святого. რომელიც გამოიხატა იმაში, რომ შენ Мы მოგვეცი поклоняемся შენი Тебе. სულიწმინდა, გეთაყვანებით И мы შენ просим Тебя, და Господь, გთხოვთ უფალო, чтобы Твое истинное რომ помазание შენი наполняло наши ჭეშმარიტი сердца. ცხებულება ავსებდეს ჩვენს გულებს. Ты сказал, вы примете Аллилуйя. силу, когда сойдет на вас Дух Святой. შენს თქვი, გადმოვა თქვენზე როცა გადმოვა თქვენზე სულიწმინდა И будете мне свидетелями. მოგეცემა ძალა და იქნებით ჩემი Мы მოწმეები. просим Тебя во имя ჩვენ Иисуса, გთხოვთ იესო ქრისტეს чтобы სახელით, Ты обновил помазание Святого Духа, განაახლო სულიწმინდის ცხებულება, вложил в наши сердца ჩვენზე жажду этого და помазания. მოგცე ღმერთო წყურვილი შენი ცხებულებისა И это помазание было და бы ეს истинным, ცხებულება იყოს ჭეშმარიტი, которое сделало бы из нас свидетелями о რომელიც Христе. შენს მოწმეებად გავხდის უფალო Мы იესო. благодарим Тебя во имя Иисуса გმადლობ ჩვენ Христа. იესო ქრისტეს სახელით. Аминь. ამინ.